ბათუმში კაცმა Facebook Live-ში თავის დაწვას სცადა. ბადრი აბაშიძე ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილია. შემთხვევამდე მან მიმართვაც გაავრცელა და მაღალჩინოსნების მხრიდან მუქარაზე ისაუბრა. აბაშიძე ამბობდა, რომ მოქმედმა პარლამენტარმა მიწის ნაკვეთების გადაფორმება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჭერით დაემუქრა. აბაშიძეს გვარები არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ ზეწოლაში ჩართული იყო საპატრიარქოც. ბადრი აბაშიძე თბილისში გადმოიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ბათუმში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გაგრძელდა. აი მე როგორ იწვის სახლი ღმერთო მოეხმარ. ქობულეთში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს 80 წლის კაცი დაიღუპა. შემთხვევა სოფელ დაგვაში მოხდა. მეზობლების ინფორმაციით დაღუპული მარტოხელა იყო და ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლა ვერ მოასწრო. ჩვენ გვყავს დიდი ფლოტილია არმადა, რომელიც ახლა ირანისკენ მიემართება. ის კიდევ უფრო დიდია, ვიდრე ვენესუელაში ყვავდა, აცხადებს დონალდ ტრამპი. მას იმედი აქვს, რომ ირანთან შეთანხმებას მიაღწევს. თუ ვერ მივაღწევთ, ნახოთ რა მოხდება, ამბობს პრეზიდენტი. რუსეთმა უკრაინაში ამერიკული კომპანია Philip Morris-ის საწყობები დაბომბა, რომელიც ხარკოვში მდებარეობს. ბოლო 24 საათში კი რუსეთმა 7 ჯერ დაარტყა უკრაინაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურას. ხერსონში კი სამგზავრო ავტობუსი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.